პოლიტიკური მანევრირება ისევე კრიტიკულია, როგორც სამხედრო მზადება. 25 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოულოდნელად ტოკიოში ჩადის. ორი დღის განმავლობაში ის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიაჩას ხდება, რათა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების ტაივანის თავდაცვის მიზნით გამოყენებაზე მოლაპარაკებები გამართოს. გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა მთელი ომის შედეგი განსაზღვროს. სამხედრო სიმულაციები აჩვენებს, რომ ტაივანის დაცვა ოპერატიულად შეუძლებელია ამ ბაზებზე წვდომის გარეშე. ისეთი ობიექტები, როგორიცაა ოკინავაზე მდებარე კადენის საჰაერო ბაზა, რომელიც ტაივანიდან სულ რაღაც 600 კილომეტრში მდებარეობს, ჩაუძირავი ავიამზიდის ფუნქციას შეასრულებს, რაც აშშ-ის თვითმფრინავებს დღეში რამდენიმე გაფრენის საშუალებას მისცემს. მათ გარეშე ამერიკულ თვითმფრინავებს გუამიდან 2700 კილომეტრის დაშორებით, ან თუნდაც ჰავაიდან მოუწევთ საერთოდ ფრენა, რაც თითოეულ მისიას ლოგისტიკურ კოშმარად გადააქცევს, რაც მკვეთრად შეამცირებდა გაფრენების რაოდენობის მაჩვენებელს. თუმცა 1960 წლის აშშ იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმად, ვაშინგტონმა ამ ბაზების იაპონიის პირდაპირ თავდაცვასთან დაკავშირებული მისიების გამოყენებამდე ტოკიოს თანხმობა უნდა მიიღოს. ამრიგად იაპონიის მთავრობა სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. მხარი დაუჭიროს აშშ-ს და ჩინეთის შურისძიების რისკის ქვეშ დადგეს, პოტენციურად ბირთვული პასუხითაც კი, ან უარი თქვას და საფრთხეს შეუქმნას ალიანსს, რითაც ფაქტობრივად დროებით გადაიდება პეკინთან გარდაუვალი დაპირისპირება.